სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება თქვენ იცით რომ ეკლესიაში არსებობს სამი საფეხური რომელიც საფეხურითაც ადამიანი შეუდგება იესო ქრისტეს და ეს საფეხურები თავად იესო ქრისტემ გვასწავლა აცხოვარი ბრძანებს რომ ვისაც სურს რომ შემომიდგეს მე პირველ რიგში უნდა გააჩნდეს მას სურვილი მერე უნდა უარყოს საკუთარი თავი და გაყვეს ქრისტეს ეს არის სამი საფეხური ქვევიდან ზევით აღმავალი და დღეს ეკლესიამ წმინდა წერილმა განგვიცხადა სამი საფეხური რომელიც ზევიდან ქვევით ჩამოეშვება ჩვენი ცხონებისათვის და როგორ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა რას ნიშნავს ჩემო ძვირფასებო არაერთ გზის გესმით ეგ სიტყვები თქვენ განსაკუთრებით როდესაც იწყება საფრთხო ლიტურგია ანუ ეს არის მინიშნება იმაზე რომ პირველ რიგში ადამიანმა თავის ცხოვრებაში პირველ ადგილზე მაღალთა შინა უყურეთ თქვენ იცით რომ ღმერთი არის გარეშე მოუწერელი ყველგან მყოფი უხილავი აბსოლუტური სული მაგრამ დღევანდელი სახარება გეუბნება დღევანდელი სწავლება რომ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ანუ ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი ყველაზე მაღალ ადგილზე უნდა დავაყენოთ რომ ქვეყანასა ზედა იყოს მშვიდობა დაუკვირდით კარგად არის ჩვენ ცხოვრებაში ღმერთი როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს რომ პირველ ადგილზე დააყენეთ ღმერთი და დანარჩენი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება რომელი ადამიანის ცხოვრებაშია ღმერთი მაღალთა შინა დიდებული ძალიან ერთეულების ძალიან ცოტა ადამიანმა დააყენა იესო ქრისტე ერთარსება სამპიროვანი ღმერთი მაღალთა შინა ანუ მასზე მაღლა ჩვენ ცხოვრებაში არავინ არ უნდა იყოს ესე ვთქვათ ჩვენ შორის აი ხატების კუთხის განლაგებაც ასია ხო ღმერთი უნდა იყოს მაღლა და მერე უნდა იყოს ჯვარი და ღვთისმშობელი თუ რომელიმე ერის ცნობიერებაში ღმერთი მაღალთა შინა არ არის და მაღალთა შინა დიდებულია ქვეყანა პიროვნება ეს ქმარი იქნება ცოლი იქნება თუ შვილი იქნება ის ყველაფერი ტრაგედიით მთავრდება გთხოვთ პარალელები გააკეთოთ თქვენ თვითონ როცა ღმერთი არის გვერდზე გაწეული და ქვეყანა პიროვნება ეს შეიძლება მეუღლე იყოს ეს შეიძლება იყოს შეყვარებული ეს შეიძლება იყოს შვილი გაკერპებული გაღმერთებული იქ ყველაფერი მთავრდება ძალიან სავალალოდ იმიტომ რომ გვაფრთხილებენ წმინდა მამები რომ ღმერთი არისო ეჭვიანი რატო ეჭვიანი მას არ უნდა რომ შენ მასზე წინ დააყენო ვინმე რატო შენ დაგავიწყდება ვინახარ და საიდან მოდიხარ შენ დაგავიწყდება შენი სამშობლო შენ დაგავიწყდება შენი შემომქმედი და შემომქმედის მაგივრად ქმნილებას დაუწყებ თაყვანისცემას დაუკვირდით კარგად და ვინც ეს გააკეთა ის ერები ოკუპირებულები არიან პირველ რიგში იუდეველებმა კერპები დაიდგეს კერპები ასე თქვა გააკერპეს და იცით ვინ პირველ რიგში სოლომონ ბრძენს ყავდა 700 ცოლი და 300 ხასა დაუკვირდით კარგად და ამ ადამიანმა თავისი ცოლის კერპებს დაუწყო თაყვანისცემა და მისთვის უკვე იაჰოვა ეგრეთ წოდებული ადონაი ცაბაოთი შადაი ელოჰიმი მე ვარ რომელი ვარ კი აღარ იყო მაღალთა შინა იყო კერპები მოსეს რა დაემართავა გაიხსენეთ მოსემ 1,5 მილიონი ებრაელი გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან ის იყო წინამძღვარი კურთხეული თავის ძმა აარონთან ერთად და ერთხელ დაბრკოლდა ღმერთმა უთხრა რომ კვერთხი სხე კლდეს რომ წყალი გარდამოედინოს და ერთხელ კი არა ხო ორჯერ ხო უკვე დაეჭვდა ღმერთის ასე თქვათ სასწაულებში და ღმერთის ძალაუფლებაში და მან ვერ იხილა აღთქმული ქვეყანა ნახეთ რა საინტერესოა როგორი მკაცრია თითქოს ღმერთი ხო ჩვენთვის ღმერთი არის სიყვარული დიახ არის სიყვარული მაგრამ როდესაც შენ გესმის
რომ იესო ქრისტეს შობა ხდება, უნდა დაფიქრდე რომ ვისი შობა ხდება, აბა დაუკვირდით. და ჩვენ ძალიან ხშირად არასწორად ვამბობ. გილოცავ ქრისტეს შობას, გილოცავ იესოს შობას, გილოცავ შობას. ძალიან დამახინჯებულია, როცა ამბობ, რომ შობას გილოცავ. ეს ძირითადად ევროპაში და ამერიკაში ხდება, ხო? ძალიან ბევრ ადამიანმა საერთოდ არ იცის, ვის შობაზეა საუბარი და არ საინტერესებთ. სტრასბურგში ეწყობა ევროპაში საშობაო ვაჭრობა. ესე იგი ნოემბრის ბოლოს იწყება და მთავრდება 25 დეკემბერს. სპეციალურად ნახე მე ეს კადრები, ჩემ დაუნებურად და კი არ მაინტერესებდა. ძალიან ლამაზი ბაზრობა, ძალიან ძვირფასი რაღაცები იყიდება და დავაკვირდი, აქ რაც ეხლა ხდება, რამე კავშირში თუ არის იესო ქრისტესთან. თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერი. აი მხელა ბაზრობა ეწყობა შობის დღესასწაულის გამო და იქ რაც ხდება, არაფერი არ ეხება ქრისტეს. რა საინტერესოა რა გულსაკლავია რა ღმერთის სახელზე ეწყობა გამოფენა ეწყობა ვაჭრობა არის ხალხი გახარებული ჭყიალა ნივთები იყიდება არაფერი იქ ღმერთს არ ეხება ანუ იქ კეფთაყვანისმლობა როცა ადამიანს ეუბნები რომ გილოცავ ქრისტეს შობას არ არის საკმარისი ქრისტე იყო საულიც ქრისტე იყო დავით მეფეც ქრისტე იყო სოლომონიც ანუ ცხებული ხრიძო ძველი ბერძნული ზმნა და ნიშნავს ცხებას. ანუ შენ ადამიანს ეუბნები რომ გილოცავ ცხებულის შობას, მაგრამ რომელი ცხებულის შობას მილოცავ? საინტერესოა რა? ეუბნები რომ გილოცავ იესოს შობას, რომელი იესო ნავესი, რომელიც მოსეს მაგივრად შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ეგ სახელია, ებრაული სახელი არის იესო, მაგრამ თუ იესოს, ანუ მხსნელს არ დააყოლებ ქრისტეს მაშინ გაუგებარია რომელი იესოზე ქადაგებ და რომელი იესო იშვა და თუ ქრისტეს არ დააყოლებ იესოს მაშინ გამოდის რომ შენ ან დავით აღმაშენებელზე საუბრობ ან თამარ მეფეზე საუბრობ ან რომელიმე თანამედროვე ცხებულ წყალებში პიროვნებას ეგეთები ძალიან ბევრი არიან დღესდღეობით ხო რო უნდათ ქვეყნის გამოყვანა გაჭირვებული მდგომარეობიდან და რო იჩემებენ ქვეყნის რაღაც გარკვეულ განსაცდელში გამოყვანას, განსაცდელიდან გამოყვანას. ამიტომ გარკვევით უნდა იცოდეთ დღევანდელ დღეს მაინც რომ ბეთლემში, ჰურიასტანის ბეთლემში, ანუ იუდეის ბეთლემში იშვა მესია, რომელიც არის ცხებული. და თუ შენ ატარებ მის სახელს ქრისტიანს, მაგრამ არ გაგაჩნია რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, შენ თუ დიდება მაღალთაშინა ღმერთს არ უძღვნი კაცთა შორის, ანუ ოჯახში, საზოგადოებაში, ქვეყანაში მშვიდობა ვერ დამყარდება ვერასოდეს და ვერც სათნოება იქნება კაცთა შორის. ხვდებით ახლა რატომ არის ყველაფერი იგივე რაც იყო ადრე. არაფერი არ იცვლება. რატომ არ იცვლება არაფერი? რატომ არის რომ ყოველი ახალი წელი გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. ველოდებით მეკლეს, ველოდებით ვიღაცა შემოვა, რაღაცას უსურვებთ და რამოდენიმე დღეში ხვდები რომ ყველაფერი იგივეა. რატო? იმიტომ რომ ძველი ცხოვრებით ცხოვრობ, იმიტომ რომ ძველ ცოდვებში რჩები და გინდა რაღაც ახალი მოხდეს. არაფერი ახალი არ მოხდება თუ შენ აგრძელებ ძველ ცხოვრებას. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. რა თქმა უნდა თქვენ შორის არიან ადამიანები რომლებიც ხელისუფლებას უჭერთ მხარს და თქვენ შორის არიან ადამიანს ოპოზიციას უჭერთ მხარს. ამაში არაფერი ცუდი არ არის, მე ვერ გაგამტყუნებთ ვერავის ვერაფერში. ხშირად მეკითხებიან, მამაო, აი თქვენ რა სიტყვით? ვერ მიბედავენ იმას, რომ ვის ხარეზე ხარ. მე ვეუბნები, შვილო, მე ვარ ღვთისმსახური, მღვდელმსახური და მე ხარს უჭერ ჩემ ღმერთს. ჩემ ღმერთს, რა თუნდა ღმერთ ჩვენი მხარის დაჭერა? არ უნდა? აბა დააკვირდით, რომ დაიბადა ვინ იყო იქ? იოსები და დედა ღვთისმშობელი, ვირი და ხარი, მეტი არავინ. ვირი და ხარი, ვინ არის ხარი? რა არის ხარი? ეს არის ძველი აღთქმის ერი. ანუ ესენი არიან ებრაელები. მოსეს კანონების მიხედვით, მოსეს ჯულის თანახმად, ხარი იყო წმინდა ცხოველი და ვირი იყო უწმინდური ცხოველი. და ვირი ეს არის წარმართები.
ანუ ქრისტე რო იშვა სიმბოლურად იქ არიან ებრაელები ხარის სახით და იქ არიან წარმართები ვირის სახით. ანუ ქრისტე იშვა ებრაელებისთვისაც და იშვა წარმართებისთვისაც. მაგრამ მოგვიანებით მიდიან წყემსები და უფრო მოგვიანებით უკვე სახში როა გადაყვანილი ღვთისმშობელი, მერე მიდიან წარმართი მოგვები და საჩუქრად მიუტანენ, აბა დაუკვირდით, რას მიუტანენ საჩუქრად? ოქროს, ვითარცა ღმერთს, მურს, ვითარცა ადამიანს და საკმეველს ვითარცა ღმერთს. ჩვენ რა მოგვაქვს ღმერთთან? ძალიან ბევრჯერ მინდოდა შემეჩერებინა წირვა და გამოსულიყავი და მეთქვა თქვენი მთლემარე მდგომარეობა ძალიან ესეთი საყვარლად იმზირებოდით და მეთქვა რომ სული მხნია და ხორცი უძლური, ილოცეთ რომ არ ჩავარდეთ განსასწრებში. შობა ღამე და აღდგომა ღამეს ყველაზე კარგად ჩანს მრევლის სულიერი მდგომარეობა. როგორი საყვარლები ხართ, როგორი ძვირფასები ხართ, როგორ გინდათ რომ ახლოვანებით იდგეთ, ყველაფერი გაიგოთ, მოისმინოთ, მაგრამ ესე ძესუმზირებივით და ლერწმებივით აკეთ-იქით იხრებით, მაგრამ მაინც დიდი სიხარულით ელოდებით, როდის გამობრძანდება ბარძიმი, როდის მოხდება ზიარება, როდის გამოვა მოძღვარი და იქადაგებს. რატომ? რატომ ჩემო ძვირფასებო, რატომ შეინახეთ მარხვა? რატომ ეზიარეთ დღეს? რატომ დადიხართ ეკლესიაში? ერთი რამის გულისთვის, ჩვენ გვინდა ცხონება. ჩვენ გვინდა გადარჩენა, ჩვენ გვინდა ცხონება. და საქართველოში, როცა პოზიციასაც ხაზგასმით აღნიშნავ და ოპოზიციასაც პირველ რიგში ცხონება მოუნდება, მერე გადარჩება ჩვენი ქვეყანა. კარგად დაუკვირდით, ჩემო კარგებო. ისევ მინდა გამეორდე ჩვენი ძვირფასი მამის, მამა გაბრიელის სიტყვები. მე ვეთანხმები უბრალოდ და ვაჟღერებ მის ნათქვამს. მაშინაც უკმაყოფილო იყო ხალხი ხელისუფლების და პატრიარქის და მღვდლების. თქვენ გინდათ, მამა გაბრიელი ბრძანებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოსო თამარ მეფე, რადგან თამარ მეფე ყველაზე ძლიერი მეფეა, ხო? და პატრიარქი გინდათ იყოს წმინდა ნიკოლოზიო. მაგრამ თქვენ კარგად დაფიქრდით, თვითონ ვინ ახართო? აი თქვენ თვითონ ვინ ახართო? პატრიარქს რო განეკითხავ, თავრობას რო განეკითხავ, მღვდელს რო განეკითხავ, ქმარს რო განეკითხავ, ცოლს რო განეკითხავ, არავინ რო არ მოგწონს. შენ ვინ ახარ? ვინ ახარ მითხარი რა? ერთი ცოდვილი არსება და გინდა რომ ქვეყანა გადაარჩინო. შენი თავი გადაარჩინე, შესაძოდაო. შენი თავი გადაარჩინე, შენ გადარჩენილი ხარ? დახსნილი ხარ? მარხვას ვერ ვინახავ, მამაო, არა მაქვს დრო ეკლესიაში რო წავიდე. გუშინ საღამოს ორკუპლეტიანი ნააზრევი დავწერე, რომელიც ასე მთავრდება: ვისაც გიყვართ საქართველო, გელოდებით ტაძარში. ტაძრიდან კი არ უნდა წახვიდე შვილო ამ დროს. ტაძარში უნდა მოხვიდე. და ტაძრიდან რომ მიდიხარ, ღვთისმსახურებიდან რომ მიდიხარ და ქვეყნის გადარჩენა გინდა, აბა კარგად დაფიქრდი. რამე ხო არ გეშლება, გინდა საღვდელო იყავი და გინდა საერო იყავი. აი აქედან რომ მიდიხარ, ღვთის შობა რომ უნდა აღესრულოს, ღვთისმშობელმა უნდა იმშობიაროს, ანგელოზები უნდა გამოჩნდნენ, მოგვები მოდიან, შენ სად მიდიხარ? სად მიდიხარ და გონია რომ რუსთაველზე რომ დადგები გამკვეთილ მღვდლებთან, დაყენებულ სასულიერო პირებთან და ვიღაცამ ჩხიბავებთან გადაარჩენ ქვეყანას? არ გეგონოთ ახლა მე თავრობას უკმევ. სანამ ხელისუფლება და ოპოზიცია მაღალთა შინა ღმერთს არ განადიდებენ სულის ცხონებისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის, სულიერი აღმავლობისთვის, რომ ქვეყანასაზე და მშვიდობა დამყარდეს და კაცთა შორის სათნოება ერთხელ და სამუდამოდ და ერთმანეთი არ ავჭამოთ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ნახეთო, ერთმანეთს რო ჭამთ, რომ ერთმანეთი არ მოსპოთო. ქართველები ისეთი ცოტანი ვართ, რომ ერთმანეთი ამოვჭამეთ, ჩემო ძვირფასებო. და რატო ვჭამთ ისეთ ერთმანეთს ახლა? არჩევნები გაყალბდა თურმე. და შენ რო ჩაატარებ ის კარგი არჩევნები იქნება, როგორ გავიგო? ევროპას არ მოეწონა ჩვენი არჩევნები, ამერიკას არ მოეწონა, რატო? ვინ ახარ? ეგ არის დემოკრატია, რატო ეჩრები ჩემ საქმეში? ვინ გეკითხება შენ? შენთვის ხომ მთავარი ფასეულობა, თავისუფლება, რატო ეჩრები ჩემ საქმეში? ვის ატყუებ? რატომ ატყუებ? თუ კი გერმანიაში ის ვინც ცეცხლსასროლ რაღაცებს ისვრის, იმათ სასტიკად სჯიან მათი კანონებით. აქ რატომ მეუბნები რომ არ უნდა დასაჯოთ?
ეს რა ორმხრივი სტანდარტია, აი ძალიან პატარა მაგალითი მოგიყვანეთ. სასტიკად ჟიან გერმანიაში იმ ადამიანებს, ვინც აი ამ სასროლებს ისვრის. საქართველოში გვეუბნებიან თქვენთან არა. იქ არის კანონი, ესე წოდებული რაღაც კანონი, რუსულ კანონით რომ მონათლეს. იქ შეიძლება და აქ რატო არ შეიძლება? ვის ატყუებ, ჩემო კარგებო? სად იყო ევროპა, სად იყო რუსეთი და ამერიკა, საქართველო რო საქართველობდა. ვეფხისტყაოსანი რო იწერებოდა, პეტრიცი რო ლექციებს კითხულობდა, იყალთოს აკადემიაში და გელათის აკადემიაში, რომელი აკადემია იყო, მითხარით, ეხლა ევროპაში, ამერიკაში ან რუსეთში. რა გვჭირს ხალხო ესეთი უბედურება? რატომ არა ვართ საქართველოს ხარეზე? რატომ არა ვართ საქართველოს ხარეზე? რატომ? რა დააშავა საქართველოს ჩვენაირი შვილები რო ყავს? რატო გვიჭირავთ ხვირი ან ჩრდილოეთით, ან დასავლეთით და ან ამერიკისკენ? რატო? ცუდი ქვეყანაა? იცით იბერიული კულტურა რო შევიდა ევროპაში და მერე მიიღეს იმად განათლება? იცით იბერიული კულტურა რას ნიშნავს? რატო წაიღეს ბერძნებმა აქედან? რატო მოიპარეს მზაკრულად ბარძიმი? საწმისი, ოქროს საწმისი, რატომ მოიპარეს? რატომ ეს თვითონაც აღიარებენ ამას, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მათზე მეტი კულტურა ქონდა, მაგრამ ჩვენ ამდენმა შემოსევებმა, მონღოლებმა და უამრავმა კიდე ჯალალედინებმა დაგვამხეს და გაგვაუბედურეს. მე ისწავლა ქართულმა კაცმა გინება, თურმე ქართულმა კაცმა გინება არ იცოდა, ის მარტო გალობდა და ღვთისმეტყველებდა. ნუ გეშინიათ ჩემო ძვირფასებო. ნუ გეშინიათ, ნუ იყურებით რუსებისკენ, ნუ იყურებით ევროპელებისკენ და ამერიკელებისკენ და ჩინელებისკენ. მღვიმისკენ გაიხედეთ, მაცხოვრის ბაგისკენ გაიხედეთ. იქ დაიბადა ჩვენი მხსნელი, ჩვენი გადამრჩენელი. აქამდე არ უღალატია მას ჩვენთვის. პოლიკარპე სმინელი იყო იოანე ღვთისმეტყველის სულიერი შვილი. 87 წლის იყო და უთხრეს, რომ ქრისტე დაგმეო და არ გაწამებთო. რატო უნდა დავგმო? ამდენი ხანიო მემსახურაო პატიოსნათო და რატო უნდა დავგმო? და დაწვეს კონცონზე. ამდენი ხარი საქართველოს ემსახურება დედაღვთისმშობელი და იესო ქრისტე. რატო ვიყურებით აქეთ-იქით, ჩემო ძვირფასებო? როდისმე გვიღალატა ქრისტემ? როდისმე გვიღალატა წმინდა გიორგი მან დედაღვთისმშობელმა? რატო არ გვჯერა? რატო არ აქვს წამს, რომ დიდგორი მათ მოიგეს? ყველა დიდი ომი მათი მოგებულია, მათი წინამძღოლობით, მათი კურთხევით. რატო ვართ შეშინებულები, აკანკალებულები და აცახცახებულები? რატო? იმიტომ რომ დიდება მაღალთა შინა აღარ გაისმის. ეხლა რა გაისმის? კარგად იცით რას გაისმის, ხო? ბილდსიტყვაობა, ერთმანეთის გინება, ლანძღვა და უბედურება. ესე გვინდა ქვეყანა ავაშენოთ? ესე შენდება საქართველო? არა, ჩემო ძვირფასებო. მე უსურვებ პოზიციასაც და ოპოზიციასაც, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე იწამონ და განთავისუფლდნენ სხვა რაღაც ზედმეტი რაღაცებისაგან. სამი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგვანთავისუფლებს ჩვენ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ის სამი საფეხური, რომელიც საფეხურიც ღმერთმა ზეციდან დაუშვა და ანგელოზთა ქორომ იქადაგა. ამ ლოცვის, ამ საფეხურების გარეშე არ იწყება არანაირი მსახურება დღეს ეკლესიაში და გთხოვთ სახში რომ მიხვალთ, აი ალილოს რო ეძახიან, ხო, დღეს სამწუხაროდ ეს არ არის, მაგრამ თქვენ სახში იყავით מחარებლები, გააღვიძეთ თქვენი შვილები, თქვენი მეუღლეები და უთხარი შვილო, ერთი 5 წუთი დამითმე რა, ცოტა ხანი კურსასმენები გამოიძრე, ცოტა ხანი გამოდი ინტერნეტიდან, ერთი 5 წუთი და მომისმინე რა გეტყვის, ქრისტე იშვა შვილო. ხო მერე, აი რატო იშვა, აუხსენეთ ქრისტე რა. ვინ არის იესო ქრისტე? აუხსენით ბავშვებს რა. ერთი თავი სახარებიდან წაუკითხეთ. ნახეთ თუ რა შეიცვალოთ მათი ცხოვრება. მაშინვე კი არ უნდა გავიმხსნილო და მაშინვე კი არ უნდა დავითვრათ ღვინით. არამედ ვიქადაგოთ ჩემო ძვირფასებო, როგორც იმ წყემსებმა იქადაგეს. თუ არ მოგვისმენენ, ის სიტყვა ჩაისახება მაცნობიერებაში. დღეს თუ ხვალე მათ ისინი მიხვდებიან, რომ ფული არ მართავს, მასონები არ მართავენ, ის რაღაც კომპანიები არ მართავენ სოფლიოს მართავს იესო ქრისტე. ერთარსება სამპიროვანი ღმერთი მართავს და ნუ გეშინიათ ჩემო კარგებო რა. ნუ გეშინიათ, სანამ აი ამდენი ხალხი მოვა ტაძარში, ტაძრებში, ჩვენ გადავრჩებით. ჩვენ ბედნიერი ადამიანები ვიქნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ, საკუთარ თავზე გავიმარჯვებთ, ბოროტებაზე გავიმარჯვებთ, შურზე გავიმარჯვებთ, ზიზღზე გავიმარჯვებთ,
ერთმანეთი გვეყარება. რა მნიშვნელობა აქვს თავრობა გაიმარჯვებს თუ ოპოზიცია? ორივე ჩვენები არ არიან? აქ შეიძლება რომ ძმების შორის ვინმე გამარჯვებული იყოს? არა. და ამიტომ მოდი რა. მოდით, ჩემო ძვირფასებო, ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ. მოდი პატივი ვცეთ, თაყვანი ვცეთ მაღალთაშინა ღმერთსა, რომ იყოს მშვიდობა ქვეყანაზე და კაცთა შორის სათნოება დამყარდეს. გილოცავთ განკაცებული მესიის იესო ქრისტეს მობრძანებას. ძალიან მიყვარხართ, მადლობა მამებს თანამწირველობისთვის, მადლობა მგალობლებს, კარგი გალობა იყო ნამდვილად, მადლობა სტიქაროსნებს, მადლობა ბავშვებს და მადლობა ყველა თქვენთაგანს, ვინც ჩვენს კვერექსებზე უფალო შემიწყალეს ამბობდით და ბოლოს ამინს გვეუბნებოდით. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ ჩვენთან არის ღმერთი.